გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გამარჯობა მოგესალმებით ანუ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო სამწუხაროდ დღესაც ბენდის გარეშე გვიწევს გადაცემის საყვანა ველოდებით კარგ მომავალს მინდა ტრადიციულად დავიწყო გადაცემა და სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს ძირფასო ტელემაყურებლებო მალე თავისუფლებას უსურვოთ ამ ადამიანებს. ასევე უსამძიმრებს ზურა ჯაფარიძეს დედის გარდაცვალების გამო და მინდა შეგახსენოთ ონისე და ეს ადამიანები რატომ დაიჭირეს. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ხელისუფლებამ დააპაუზა ევროინტეგრაციის პროცესი. და რა ხდება დღეს ევროპარლამენტმა ქართულ ოცნებას მისცა ვადა 31 აგვისტომდე რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიის ჩარჩოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგათ ვიზა ლიბერალიზაციას. ანუ დასვენება და შვებულება არ ჩაგვაშხამეს. ჯერო დაისვენეთო და თუ მერეც არ მოეგება ჩვენი ხელისუფლება და ხალხი გონს, მერე თქვენც დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთო. ამას გვეუბნება ევროკავშირი. ფაქტობრივად ევროპამ ქართველ ხალხს გითხრა 31 აგვისტომდე ევროპის გასაღები ტილოს ქვეშ იქნებაო და თუ გინდათ აიღეთო და შემოდითო. უბრალოდ ერთი პრობლემაა იმ ტილოს ქვეშ სადაც გასაღებია, სწორედ მაგ ტილოზეა მოთავსებული ქართული ოცნება. ხო და რა ვიცი, როგორმე უნდა ავიღოთ ეს ტილოც და ეს გასაღები ძვირფასო მეგობრებო სხვანაირად არ გამოდის, რა ვიცი, ტილოს ქვეშ ყოფილა და რაღაცეთ უნდა მიუდგეთ და უნდა ავიღოთ ეს ტილო თვითონ მშვიდობიანი გზით. ვიზები თუ გაგვიუქმეს, აქედან ვეღარავინ წავა და ვინც წასულია ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან ძვირფასო მეგობრებო. ჩავიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში და ეს შეცოტავებული ქართველები გავაგრძელებთ გამრავლებას ჩვენს მეგობარ პაკისტანელებთან, ინდოელებთან და ინდონეზიელებთან ერთად. არ ინერვიულოთ, მაინც შევივსებით. მართალია ცოტა მუქები ვიქნებით კალის ფერით, მაგრამ რაც მთავარია არ გადავშენდებით. რა ვიცი, აი მართლა რომ აი ვერ მოგვერევიან ვერანაირი მიმართულებით. აი მართლა ესეთი ასე აი ამ გზითაც რომ წავიდეთ. ირკვევა რომ ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილების მიღებისას ბრიუსელში იმყოფებოდა გიორგი გახარია. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს, აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ნახოთ გახარიას პასუხი. აი ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავბარდები. ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ბრიუსელში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ. ჭკვიანი კაცია გახარია. ჭკვიანი კაცი. რო დარჩენილიყო, ჩასვამდნენ ციხეში 15 წლით და ზუსტად 15 დღეში არავის ეხსომებოდა. მის დასახსნელად არც არავინ შეიწუხებდა თავს. ამიტომ ყველა მიცოდეთ რომ გახარია ჩემი დევნილია. ჩემი. არა და არჩევნებშიც იღებს მონაწილეობას. არ ვიცი გიორგი გახარია არჩევნებზე თბილისს გამოგლეჩს თუ არა ივანიშვილს, მაგრამ ბრიუსელს ნამდვილად გამოგლეჩს პოლიტიკურ თავშესაფარს. ასეთი წინაგრძნობა მაქვს. ბრიუსელში უფრო ეფექტური ვიქნებიო გახარიამ. რა კარგი სტრატეგია აქვს ადამიანს არჩეული რომ დაუკვირდეთ ახლა აი რომ შეხედოთ. ისე მართალია, მეც უნდა გამოვიყენო მსგავსი სტრატეგია. ჩემი აზრით მე ნიცაში უფრო ეფექტური ვიქნები. ან ბარსელონაში, ან პალმა დე მალიორკაზე ვიქნები წარმოუდგენლად ეფექტური. ძალიან. და იქ ჩავწერ ამ გადაცემებს. ვანოს შოუს ბუნგალოში კოქტეილის ჭიქით ხელში მზის ჩასვლის ფონზე რომ ვასრულებ ამ ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, როგორი არაჩვეულებრივი ამბავია. მართლა ეფექტური ვიქნები, აი რო ვაკვირდები მე.
დავუბრუნდეთ ვიზების თემას. აი წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედიაა ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა და ამ დროს ვნახოთ როგორ პასუხობს ქართული ოცნება ამ ყველაფერს. როგორ პასუხობს და ვინ პასუხობს ძვირფასო მეგობრებო, მოდით ვნახოთ განცხადება. მახაშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე ეს მახაშვილი არ ვიცი არ მაგ ლოგიკით შეიძლება ყველაფერი მოხდეს. პოლიტიკა, ცხოვრება, ხან ისე ხდება, ხან ასე ხდება. აი ეს ვინ არის ძვირფასო მეგობრებო? ვინ არის ეს ადამიანი? ქართული ოცნების ახალი ამომავალი ვარსკვლავია ვიღაცა. ბავშვური პირის სახით, ბრძენი სახით გამომეტყველებით. აი როგორი სახი აქვს იცით? აი ბავშვთა კვების პროდუქტების რეკლამაში რომ ბავშვებს აჩვენებენ ხოლმე და აი ზუსტად აი ესეთი სახე აქვს. ლევან მახაშვილი. კეთილი იყო შენი მობრძანება ლევან ჩვენს გადაცემაში, ჩვენს მონოლოგში. ასე გააგრძელე, მეტი ილაპარაკე, მეტი და მეტი ილაპარაკე. გაგვანებივრე. ქართული ოცნებიდან ევროპის მიმართ ყველაზე აგრესიული განცხადებებით შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა. მოდით ვნახოთ მისი განცხადება. ჩვენ იმიტომ არ გამოვექცით საბჭოთა კავშირის ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგხვედროდა. ხედავთ ხომ როგორ ამუშავებენ პროპაგანდას, რომ ევროკავშირი ისეთი ცუდია თითქოს, რომ აი საბჭოთა კავშირიაო. ხო, შალვა მართლა როგორი ცუდია ეს ევროკავშირი, ანუ საბჭოთა კავშირი. ისეთი ცუდია, რომ ნახევარი საქართველოს ლუკმაპურის საშუალად იძულებით არის გახიზნული ამ საბჭოთა კავშირში და იქიდან აგზავნის ფულს იძულებით, რომ ეგ შენი მთავრობის ბიუჯეტი თავზე არ დაგემხოთ. იძულებით აგზავნია. სამთავრობო მედიების პროპაგანდას ყველაზე აქტიურად მამუკა მდინარაძემ შეუწყო ხელი. ნახოთ რა განცხადება გააკეთა მან ტელეიმედის ეთერში. რითიც არ უნდა დამემუქროთ ჩემს დამოკიდებულებას ოჯახური ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობთ არაფრის ფასად. და საერთოდ უგუნურო ევროპელებო, დაიმახსოვრეთ და ერთი რამ იცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში მამუკა და დედუკა. ჩემს ოჯახურ ღირებულებებს და ტრადიციებს არ დავთმობ არაფრის ფასადო. ეს განცხადება ტელეიმედის ეთერში გააკეთა, სადაც სავსეა ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების დამცველი უამრავი ნაზი წამყვანებით. რითიც არ უნდა დამემუქროთ ჩემს დამოკიდებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასადო. აი როგორი ნათქვამია იცი ეს აი кейფის ბოლოს მაგარი მთვრალი კაცი რო ადგება და ცოტა ტირილნარევი ხმით რომ ამობს აი ამ სიტყვებს და ცოლი რო ეუნება ნუ ჩერჩეტოფეთი რაღაცას დალიეთ თუ სვამ და წაეთრი სახში აი ესეთი რაღაცა სადღეგრძელო აქვს მოფიქრებული. რადგან სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებს შევეხეთ, აქვე მინდა ერთი სიახლეს შევეხო. რუსთავიორის დირექტორად ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც სამთავრობო ივენთების მოწყობებზე იყო ძირითადად დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავიორი გახდება გაცილებით დამოუკიდებელი ვიდრე იყო. ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრისგან, ობიექტურობისგან და ოპოზიციური კრიტიკისგან დამოუკიდებელი გახდება, გაცილებით. თორე მთავრობაზე დამოკიდებული ისედაც იყო და რა ვიცი ახლა, ოდიდგანვე ასია. შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე, ახლა რუსთავიორში ბაკურ ბაკურაძე, მგონი მეხსიერების პრობლემა აქვს ოცნებაში და მარტივი სახელებს და გვარებს პოულობენ ეგეთი ადამიანებს. მეც შვედიერი კანდიდატურა ვიქნებოდი ტელევიზიის დირექტორობისთვის, მაგრამ გვარი უნდა გადავიკეთო ვანო ვანოძე შეიძლება ვიღაცამ შემამჩნიოს რა, რა მარტივად დასამახსოვრებელი. მოდი დაუბრუნდეთ მამუკა მდინარაძეს. როგორც ხმა გავრცელდა, მამუკა მდინარაძეს თურმე 251 ბიტკოინი ჰქონია. ელისო კილაძემ გავრცელა ეს ინფორმაცია Facebook-ზე. ნუ ამის გაბაზრება მამუკას ნამდვილად არ აწყობდა ამ გაგანია ბიზნესთვის ფულის ამოღების სეზონში. იმიტომ რომ არავინ ვიცით, როდის ვნახავთ მამუკას აზერბაიჯანის საზღვართან მწვანე ზონაში მოსეირნეს. კაცმა არ იცის. ახლა მოვისმინოთ რა განცხადება გააკეთა მამუკამ იმედის ეთერში. იმ მამუკამ, რომელსაც სულ რაღაც 251 ბიტკოინი აქვს. სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით. ამას თუ მართლა აღმოუჩინეს ის 251 ბიტკოინი,
რომელიც ახლა დღევანდელი კურსით 29 მილიონი დოლარია, მართლა შეეწირება კორუფციას. ბიძინა აუცილებლად შეუწყობს ხელს, რომ შეეწიროს. აუცილებლად. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ბიტკოინების გამო მორიგ სკანდალში გაეხო რამდენიმე დღის წინ ციხის საკანში ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთმა პატიმარმა, შეგზავნილმა პატიმარმა ცემა და ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ეტლით გადაადგილდება. ნუ ვიღაც ქოცი იტყვის, რომ ადრეც ხომ სცემდნენო ციხეშიო. კი, იმას არც უნდა შეადაროთ. არ უნდა შეადაროთ ადრინდელ ამბავს. ადრე ტყუილ უბრალოდ სცემდნენ და ახლა ფულის გამო სცემენ. იმ ფულის გამო, რომელიც ბიზნესს უნდა მიუუტანონ. ხომ არის არა ახლა ეს განსხვავება, ხო ამ ორ შორის. და ბიზნესს რო ფულს მიუუტანენ, ხომ გაიხარებს ის მოხუცი კაცი. ანუ ეს ძალადობა არის პოზიტიური ძალადობა. სიკეთისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სიკეთისთვის. რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა წყაროზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძეს 2 მილიარდი ლარის მიტანას თხოვსო. ნუ 2 მილიარდი ნამდვილად არ არის ცოტა, თუ მიიტანს ხო კარგი, არ მიიტანს და მაინც მიიტანს. იმიტომ რომ ბიძინასთან როცა არ მიგაქვს, მაშინ უფრო მეტი მიგაქვს. ირაკლი კოვახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაცებს ლევან ხაბეიშვილს და ნოდარ ბელაძეს ჩვენი გუნდიდან წასული აწვდისო ინფორმაციასო, ვიღაცაო. სავარაუდოდ ღარიბაშვილი იგულისხმა, მე ასე ვფიქრობ. არაა გამორიცხული ღარიბაშვილი აწვდეს ინფორმაციას კობახიძის წინააღმდეგ, იმიტომ რომ კაცი დღეში ბიძინასთვის 380 მადლობის გადახდას ასწრებდა და ჰაერში ფეირვერკით დღეში სამჯერ წერდა ბატონო ბიძინა მიყვარხარ. და კობახიძის ერთი მონაჭორით მოკვეთეს ყველაფრიდან. ხო და ნოდარ მელაძესთან ერთად TV პირველის ეზოში რომ არ ქეიფობდეს, რა გასაკვირია ახლა ღარიბაშვილი, რა არის ამაში გასაკვირი. ფულზე ნადირობის სეზონი საქართველოში გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ლაშა პაპაშვილის ფირმებში ფინანსური პოლიცია შევიდა. ეს ის პაპაშვილია 2012-ში რომ ამბობდა ბიზნეს რენესანსის ხანა დაუდგაო. მოკლედ შემოლამაზებო, შემოსაყვარლებო, თქვენი რენესანსის ხანა დასრულდა, ახლა იწყება გალადამორი. ისე ბიზნეს ზვიგენი, პინგვინი, ზებრა, ყველა ცხოველი ყავს და ერთი აქლებიც რომ ჰყოლოდა, კარგი იქნებოდა, უფრო მარტივად ვიტყოდით ფრაზას ბიზნეს აქლებმა დაიჩოქა, თქვენს ბიზნესთანაც. ერთი სიტყვით ბატონ ლაშა ფანჯრიდან რომ გაიხედავთ, დაინახავთ რომ აქლებია წაჩოქილი თქვენს სახლთან. თქვენს ბიზნესთან. ეს აკლები ახლა არის ჩამოვლაზე, თქვენს მერე მიდის იმათან, აი ადრე პრემიერს რო ამხნევებდნენ. აი იმ ხალხთანაც მიდის. ნელ-ნელა მიუყვება. ასეა პაპაშვილის მერე მიყვებიან სხვა ბიზნესმენებსაც. ერთგული იქნება ეს თუ არა ერთგული, ამას უკვე აღარ აქვს ბიზნესთვის არანაირი მნიშვნელობა. ბოლოს ბიზნესმენებს რომ სათითაოდ მიატანინებს ფულს, მერე ეტყვის აბა ახტითო. და რო ახტებიან თუ რამე ხურდა უჩხრიალებთ ჯიბეში, იმასაც დაყაჭავენ ჩვენი რენესანსის თაობის ბიზნესმენები. მონოლოგის ბოლოს მინდა სოლიდარობა გამოვხატო ქართველი ბიზნესმენების მიმართ და ერთი რჩევა მოგცეთ, ყურადღებით მომისმინეთ. ყველა სამთავრობო ბიზნესო ყურადღებით მომისმინეთ. თუ მთავრობა გაწევათ იმაზე, რომ ფული უნდა მიიტანოს, ჩემი რჩევაა მათ უარი უთხრათ. უთხარით რომ მე თქვენთან ფულს არ მოვიტან არც ერთ შემთხვევაში. ვანოს შოუს შემოქმედებითმა გუნდმა შევქმნით ოფშორული ზონა სამგორში, სადაც შეგიძლიათ თქვენი ფული თავისუფლად შეინახოთ მცირედი პროცენტის სანაცვლოდ. გახსოვდეთ, თქვენს გვერდით ჩვენი შოუა. აქ მოაქუჩეთ სანდო გარემოში, აი აქ მოაქუჩეთ. და აქ რომ მოგუჩნდება ეს თელი ამდენი ფული, იცოდეთ რომ მაშინ მართლა ვერ მოგვერევიან, მართლა ვერავინ ვერ მოგვერევა, თვითონ მეგობრებო. ეს იყო ჩემი მონოლოგი და ჩემ შოუს მუსიკალურად იმედია მალე გააფორმებს ბენდი თამბუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო, მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ალეკო ელისაშვილი.
მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარდგენია კომპანია PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქით ჩვენი არხი, რომლის მოძებნა თქვენ სატელევიზიო პულტებზე არის ძალიან მარტივი, ვისაც მაგთი გაქვთ არის ნომერი 45, სილკნეზე 345, ახალქსელებზე 345 და მარტივიზე 45. აქვე შეგიძლიათ ინტერნეტშიც My Video G-ზე მარტივად უყუროთ ჩვენს არხს. აქვე შეგახსენებთ, რომ გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან. ნახოთ. მიშა, გამარჯობა, როგორ ხარ? დაბა როგორ ახერ სალოს გაუმარჯო, საბა როგორ ახერ სალო გილოცავ? რას მილოცავ? რაზა სვაბოდაზე ყოფილს გილოცავ. ყველა დაიჭირა ბიზნესს და შენ დარჩი მარტო გარეთ. აბა შე როგორ ხარ, რას შვები, როგორ გზნობ თავს? როგორც ყაველაშვილი ბიბლიოთეკაში. ანუ არ არის აქ ჩემი ადგილი. აბა რა ხდება? შენ რა მოგიყვანა აქ ერთი მომიყევი? ვერ არის კარგი ამბები გარეთ. რატო? რა ვიცი, ფორტუჩკას რო გამოაღებ, განსაოცარი დემოკრატია და ბიზნესის რენესანსის გუგუნის ხმარბაძინებს ხოლმე და ასე აბა რა ხდება? მოკლედ მიშა, სახუმაროდ ნამდვილად არ არის საქმე. ოპოზიციურად განწყობილ ხალხს იჭერენ. რეიდები მიდის, ყველანაირად ცდილობენ ხალხში საბრძოლო მუხტის ჩახშობას. მოკლედ, კარგი არაფერი ხდება. ხო? როგორ არ გაგიგია? არა, მე ხო ტელევიზორს არ უყურებ. მე ხო აპოლიტიკური ვარ. აბა შერაშრები გაქვს ამთავრობის გაშვების გეგმა სალო? გეგმები დიდი მაქვს. ველოდები ლიდერები როდის გამოვლენ ციხიდან, მამუკა, მელია, ვაშაძე, გვარამია. მაგათ ველოდები. კაი. დაელოდე ერთი მე გამოვედი 2 თვეში და მეორე ეგენი გამოვლენ 8 თვეში. კაი. მიშა, როგორც გამოცდილი კაცი, შენი რჩევა მჭირდება. როგორ მოვიშოროთ ეს მოუშორებელი ჭირი? კარგი, გეტყვი, მოკლედ ჩვენ უნდა დაამტკიცრო ხარ ძლიერი, ამისათვის ორი ვარიანტი გაქვს სალომე. პირველი ოპოზიცია უნდა გაერთიანო, რითაც ჩვენს ძლევამოსილებას გაუსვავ ხარს, ან მეორე უნდა გააკეთო. უნდა წახვიდე და შიშველი ხელები დაამარცხო დრაკონი. მოკლა ერითმანოსის ხარი და განგბირო ნემიას ლომიას არის ეს. რომ ვუკირდები, მეორე გზა ბევრად ადვილია. ისე შენ როგორ ფიქრობ, ამდენი ზეწოლის შემდეგ როგორ დამთავრდება ქართული ოცნების ამბავი? ქართული ოცნების რა გითხრა? მე უფრო მაინტერესებს სერიალი შავი გული როგორ დამთავრდება. იმედზე გათისალო. კლავს ინტერესს ძალიან ჩამithრია ხო? ისე რა მაგის პასუხია და შენი პრეზიდენტობის დროს სალომე აბა ერთი თუ გახსოვს რამდენი პატიმარი შეიწყალა ხო? რა ვიცი, ბევრი, ალბათ 1-500. ალბათ ალფავიტის მიხედვით იწყალებდი და ვერ მიხედვით სიასობდი ხო? თორე ხო შემიწყალებდი. ისე პოლიტიკური ველზე რა ხდება მოდი კაი ხუმრობას შევიშვათ. რა ხდება პოლიტიკური? რა ვიცი, ლიდერები ზოგი ციხეშია, ზოგი უცხოეთშია გაქცეული და იქედან აგრძელებს ბრძოლას. ხო? კი. მოიცა, გახარია სად არის სალო? გახარია მოცხოეთიდან ჩემი ბრძოლა უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნიაო. კარგი, მე წერილს გაგატან გახარიასთან და გადაიცი. რა წერია შეიძლება წავიკითხო? კი, წაიკითხე, დიდი არაფერი არ წერია. გიორგი ჰამოთი წერია, გიორგი ჰამოთი. როგორც მე ჰამოედი, ისე ჰამოიდეს თუ ვაშკაცი. თუ დაჭირდება ერთი სანდოკაცის ნომერს მისვებ, ჩაიწეროს გიარაშანი. კარგი მიშა, მე უნდა წავიდე ახლა. და სალომე გეხვეწები ყურბილი არ გათიშო ახლა? არ წახვიდე, ცოტა ხანი კიდე მელაპარაკე. და თბილისში რიყეზე ისდოქები გაყიდეს სალო? კი, გაყიდეს. გაუყიდიათ ხო? არა მსაჯს. და მშვიდობის ხიდი ხო არ დაუნგრევიათ? არა, ჯერ არ დაუნგრევი, არა, არ დაუნგრევიათ. ძალიან მაგარია. არა ხო? ძალიან კარგი. მოდი ერთად ვიმღეროთ, ჩემი ბოლო თხოვნა შემისრული ახლა გთხოვ. კარგი. ჟუჟუნა წვიმა. რა დროის ჟუჟუნა წვიმა კაცი, ეგ არის. ხამზეა და ხანქარია. ხან გვიჭირს, ხან გვიხარია. დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია.
დამიბოლოვე ესე ბოლო ის სალომე. დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია. თქვი, ხო, მიშა მაგარია, თქვი სალომე. ბოლოში, მიშა მაგარია. არა და არასოდეს. ხო და იყავი და წერე მემორანდუმები, აბა მე რა გიყვარს. ვაგზელებთ გადაცემას, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარდგენია კომპანია PSP. PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე. ზრუნვა PSP, ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია VoiceG, ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლია თქვენს პულტებზე მოძებნოთ, ვისაც მაგთი გაქვთ 45, ვისაც სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345 და მარტივიზე 45. აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ ინტერნეტშიც უყუროთ, ეს არის MyVideo-G. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სამთავრობო ტელევიზიის ფანოღური საინფორმაციო გამოშვება და აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. Business დროულად გაუზარდე ტარიფი, ახლა გვერდება კმაყოფილი ღარიბი. არ გამიარა შიმშილმა და შენზე ვფიქრობ სანატრელო აღარ მახსოვს ხორცის გემოთ შემოტკბილო საქართველო რამე მინდა ჩასაღეჭი შესადარი საჭმლისთანა არაფერია ისე მწარე შენი ფუდატრებისთანა წვადი ქაბაბი ხაშლამა ჩიჟი ბიჟი ჩაკაფული მე სიყვარულება წვიმი მთხენი ხანჭაპუნი ელაჯი და კუპატების მესიზმრება ხანდახანა რა კარგია რომ ბიზინა ჩავაბარეს გვეყანა რა ლამაზი ხარ რა მშვენიერი ჩემო საქართველო მე მშია და სხვა მწაიღო ჩემი მთადამდელო შენი გულისთვის ჩემო მთავრობა მთები შებიწვია სული უფრო ამომხადე მეტი შემიძლია ეთერს ვაგზელებთ საქმე არ გველება ვინ არისში ვინ ვის მოერევა გთხოვთ არ შეწყვიტოთ ტვინის გადახურება კვლავ გაგრძელეთ ჩვენი არხის ყურება ვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში, მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი, როგორ ახალ? კარგად. ადრე ყველა სტუმარს უკვე მეუბნები, რომ ზარზეიმით ხდებოდით, ბენდი უკრავდა, ზეიმი იყო, ზეიმი, ამგვარად. ზეიმი ქონდა, მაგრამ რა ვქნათ, არსებობს დგება გადაცემების თავს კრიზისული მომენტები, ანუ ფინანსური. მოკლედ ბენდის დაბრუნებას გისურვებ. აი, ბენდის დაბრუნებას, ესე იგი კარგად ვართ. ესე იგი მაგას. ბენდი თუ დაბრუნდა გულაო. მოდი დავიწყოთ ალეკო იმ ძალიან მძიმე თემატიკით, რომელიც მუდმივად შენს თავს თუ რაღაცა ტრიალებს. ხან ჩხუბში ხარ, ხან ის არის, ეხლა არჩევნების თემა ხო ხდები და ნუ ვერ გავექცევით, ვერ გავექცევით. არ გავექცევით. დავიწყოთ, აბა რას ფიქრობ? როგორ იქნება ამბავი რაო? აი მე სინამდვილეში როგორ არის იცი რომ ემოციით არ უნდა ვიხემძღვანელოთ, უნდა ძალიან პრაგმატულად ვიხემძღვანელოთ. ბოიკოტი რაც არ უნდა ვაშკაცურად ჟღერდეს, სინამდვილეში არის უმოქმედობა რა.
და იმის ლოდინი რომ ესენი თავის ჩამოიშლებიან ბოიკოტი რა რომ ველოდებით ესენი როდის დამარცხდებიან თავისით ერთ რაღაცა ცისმარე დღეს ამას აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ არჩევნებში მონაწილეობა არის ბრძოლა შესვლა სადაც რა თქმა უნდა გააყალბებენ იმამაძაღლებენ არანაირი გარანტია არ აქვს არაფრის გარანტია რომ სადმე რამეს იზამ მაგრამ შექმნი პროცესს და იბრძოლებ რომ მთელ მსოფლიოს დაანახო რომ შენ კიდე იბრძვი და არჩევნები არის თან მუნიციპალური არჩევნებია ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩათვალე რომ პარლამენტის არჩევნების დროს სტარდება ერთი დიდი არჩევნები და მუნიციპალურ ანუ თვითმმართველობის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდება ცალკე აღებული 64 არჩევნები. სადაც გამარჯვების კი არა და ნუ შედეგების შანსები მართლა არის ძალიან დიდი. ანუ აქ მარნეულის ხმები არ გადაწყვეტს. ვერ გადმოფარავს ამას, ხო? როგორც მარნეულის, ნინო წმინდის, ახალქალაქის ხმები აზავებს ერთმნიშვნელოვნად, იქ სოციალურად დაუცველების ხმები, ხო? აზავებს საერთო შედეგს, რასაც თბილისში აწევან, რუსთავში აწევან, თელავში, ბათუმში. ეხლა ეს ესე ვერ მოხდება. და ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობაა რომ ის კი არა რომ არიქა და პირდაპირ დავამარცხოთ შეცდომები დავაშვებინოთ რომ თელ სოფლიოს ვაჩვენოთ რომ აი იმიტომ უნდა დაგვეხმაროთ რომ ჩვენ აქ ვიბრძვით და ამ არჩევნებში შესვლა არის ბრძოლა შესვლა და უმოქმედობასა და ბრძოლას შორის მე პირადად ვირჩევ ბრძოლას გამლანძღავენ ახლა მლანძღავენ ისევ იმ კახელკაც მახსენებენ სინამდვილეში შარში შევდივართ და რავი დაკადაკაში და მე ყველა ნახავს რომ მე ზოგადად ყველაფერს უყურებ ხოლმე ცივი გონებით ანუ ხელგულზე არასოდეს არ ასე რომ ეს არჩევანი გავაკეთეთ და ამას მივაწვევით. მე მინდა რომ ესენი აღარ იყვნენ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ, ხო? რამდენი ხანია? 7 თვე, მე-8 თვე. კი, ყანყალებენ, კარგად ვერ არიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ამად დასამარცხებლად, ხო ხედავთ? ნუ ეს გასაგებია. ნუ ბოიკოტს ეს ხელს არ უშლის, არაფერს ხელს არ უშლის. არანაირ ლეგიტიმაციას მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე არ ახდენს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაციის მიმცემ. მოკლედ, კარგად თუ დავწონით არჩევნებში, ანუ ბრძოლას შესვლა. თან როგორი ამბავია იცი რომ თბილისში სადაც გაქვს 1-3-ზე უპირატესობა, რატო უნდა აჩუქო? აი რატო უნდა მიართ? მაგათაც ეგ უნდათ რომ თითი არ დადონ და გადაიფორმონ 100%. რუსთაველები არიან ყველაზე მაგარი ხალხი საქართველოში. ყოველ ჯერზე ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხო? და რატო უნდა დაუთმო? კარგი, არ მონაწილეობთ არჩევნებში. 5 ოქტომბერს რომ გადაიფორმებენ 100%-ით 64 მუნიციპალიტეტს, მერე რას ვაკეთებთ? აი ამ კითხვებს რომ სვავდით ღია შეხვედრებზე ოპოზიციის დახურულ შეხვედრებზე და ამაზე პასუხს რა ვერ ვიღებდით, რევოლუცია უნდა მოვახდინოთ იძახიან. ჩვენ რევოლუციის მოხდენას შრო თუ გაქვს, მაიტა დღესვე მოვახდინოთ რა 5 ოქტომბერს დაველოდოთ, ხო? და რავი, ვინც პირველი წავა, იმის გვერდზე დავდგები, მაგრამ ნუ ესეთი მიამიტური და არასერიოზული რაღაცები არ მომწონს. რა ისენი იყო აი მაგალითად, შიდა ლაპარაკები ხო გქონდათ ხო დაჯექით ერთ მაგიდასთან? არ იყო სერიოზული ხედვა აი თავისით ჩამოიშლებიან და ნუ ეხა ერთი არაკია ეგეთი რა დიდ დუმებიანი ცხარი მიდის გზაზე რა ხო და მელა მოძდევს ეს გაძვალკავებული პატარა მელა და თვითონ ვერ მოერევა დიდი ცხარი არის მაგრამ იმ ხელა დუმები აქ ფიქრობს რომ ადრე თუ გიან ჩამოვარდებაო ეს დუმაო და მოდი გავყვებიო და რომ დავარდება იმ დუმას შევჭამო რა და გაყვა შეყვა სოფელში და სოფელში ზაღლებმა შეჭამეს ეს მელია დუმა იმას კიდე არ მოძრა და ეგრე არ მინდა რომ დაგვემართოს რა ვიბრძოლოთ და ჩვენ თვითონ რაღაცა ვქნათ რა მაგის მომხრევა აი გასაგებია ხო ყველა პარტიას თავისი გზა აქვს მე მესმის და ნუ არ არის არანაირი პრობლემა. ეხლა მოდი აქტუალურ თემატიკებზეც ხო შეიძლება საუბარი. ეხლა შენი გადმოსახედენ ძალიან საინტერესო. ამ სასტუმროში შენ ხარ დირექტორი. საინტერესოდ ვითარდება. ეხლა განსაკუთრებით ქოცებში მოვლენები, ხო? ანუ პირდაპირ რაღაცა აი რა ვიცი, რაღაცა ინფორმაციები გამოდის, ზოგს იმდენი აქვს მისატანი, ზოგს ამდენი აქვს მოსატანი, 800 მილიონი კალაძეს აქვს, 300 მილიონი ნუ რიჟვაძეზე იყო ლაპარაკი აი წარმოიდგინე ანუ აი რა ის კაცი არის პარანოიაში ფული რომ შემოაკდა ამერიკელებმა იქ თვითონ არ წუწუნებს წერილებს რო წერს ხოლმე 800 მილიონი დოლარი გამიყინესო იქ რაც Forbes-ისიდან ამოიღეს ეთყობა ამ ნიადაგზე არც არ ვაჭარბე პარანოია დაეწყო გაიხედა ამერიკელები ფულს არ უბრუნებენ და ისე მოდი რიჟვაძეს დავაბრუნებინებო და დანარჩენებსო და ეთყა არის ჩამოვლაზე და პარსავს უყველას ჯერ წარმოიდგინე რამდენი უნდა იწვალო და რამდენი უნდა იმამაძაღლო რიჟვაძე რო ხარ რომ 300 მილიონი მოიპარო აი რამდენი უნდა იწვალო ხო ეხა ეგრევე ხო ვერ მოკაფავ არა 300 მილიონი რამდენ რამეს გადაახტა ჩვენი რიჟვაძე ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს მაგრამ აუცილებლად ადრე თუ გიან სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს და იმ ფულის ხალხისთვის დაბრუნება და აჭარისთვის და არა მარტო ბიზნესისთვის მე ჯანმრთელად არის უკვე ხო და ჩამოუარა ეხა და დაუწყო ამათ პარსვა მე რომ ოცნების ტიპებთან ურთიერთობა მქონდა ხოლმე პარლამენტში ისინი ამბობდნენ ერთ რამეს რომ ბიზნა კი ბოროტიკაცია ყველა ოცნებაში იცოდე რომ ძალიან ბოროტიკაცია
მაგრამ ამბობდნენ რომ ბიზნეს ძალადობა არ უყვარს, ტყვია არ უყვარს, იარაღი არ უყვარს, ისხლი არ უყვარს. ეხლა ვხედავთ რაც ხდება. რომ ციხეშიც თან გლდანის ციხეშიც კაცი აწამებინა. ვაჩიაშვილი აწამებინა ხო? აგე რიჟვაძეს ან ესროლეს, ან თვითონ ისროლა, ნუ როგორც არ ვიცი ხა, მოკლედ ფაქტია რაც არის ხო, რომ ტყვიაც გავარდა, სისხლის დაიღვარა, დანარჩენებსაც აკაჩავებს და პარანოია ერთმნიშვნელოვნად ფული შემოაკდა და დაუწყოთ პარსვა და დაკაჩავება თავისიანებს და ეს არის როგორი სპირალი, იცი რომ ყველა ტირანი ადრე თუ გვიან იწყებს თავისი გარემოცვის დათრგუნვას და დაკაჩავებას. აი მაგალითად ბერიამ დაასწრო სტალინს და მოკლა, იმიტომ რომ ბერიას აღძრული ქონდა, მეგრელების საქმე ქონდა დაწყებული, დაიჭირა იქ ვიღაცები და ბერიამდე მიდიოდა და ბერიამ დაასწრო და მოკლა, ხო, ეხა ფაქტია ეს, დადასტურებული ფაქტია. თან მე რასაც ვუყურებ, ახლა ჯერ არიან გადასული იმაზე, რომ ერთმანეთი ჩაუშვათ, ხო? ალბათ ეს არის, ხო? ანუ მაგრამ არშველით აშკარად ის ყველას მიადგა როგორც ჩანს რა. იმას უნდა დანაკლისის შევსება და Forbes-ის სიაში დაბრუნება როგორც ჩანს და იმისთვის დიდი ფული აქვს მოსატანი და აი ესე მიადგა მოკლედ ისინი რო იყო ადრე სამართლებლები, ძველი ბლაგვი ჟანგიანი სამართლებრივი და პარსავს ყველას. იცი რა არის? აი ერთი კითხვა მაქვს რა ახლა შენთან. აი ვიღაცას რო გარიყავენ ხოლმე ოცნებიდან და ყველა რო ზურგს აქცევს, აი ეს რა მოვლენა არის. აი ადამიანურად გელაპარაკები, უბრალოდ აი Facebook-იდანაც რო იღებენ მათ ფოტოებს, რა თითქოს არ უარსებია მის გვერდით ამ ადამიანს. თუნდაც აი რიჟვაძის თემა, აიმე 5 წუთში რო დაგმეს, 5 წუთში რო დაგმეს. გაქრნენ თითქოს აი მე მქონდა რომ ამას რომ შეიძლება ბოლოს თქვა რომ რიჟვაძე ნაციონალი იყო ან რაღაცას ესეთიც შეიძლება იკადრონ რა. ხო, ნუ რიჟვაძეზე ჯერ აჭარის ლიდერი ეწერა. TikTok-ში მიგდებდა ხოლმე რიჟვაძეს ეწერა. თავის გვერდი ქონდა ესეთი აჭარის ლიდერი და იქ ან Facebook-ში ან რამე რიჟვაძეზე რამეს თუ იტყოდი, ის ტიპები ხო იყვნენ თვალებს რო დაგთხრიდნენ და საზიზღრებას გაბრალდნენ და ბრახ და 2 წამში დაგმეს ეგრევე რა. მამლის ყივილამდე 1000 ჯერ დაგმეს, არა რიჟვაძეს არ ვიცნობ, ვიღაცას რომ ისდევს ნატო გოგელი. არ ვიცი, აბა რიჟვაძეო რო ეუნება, არა და გუშინ რო თავზე ის კონდა რა ქვია. რიჟვაძის მაამებელი ვაზელინი წასმული და მარაზმე გულისამრევი რა. ეგეთი ხალხი შეაგროვა ბიძინა ივანიშვილი. ის რო ყავთ აჭარაში კიდე ის ერის ყველაზე დიდი სირცხვილი რო არის ის. თან ბიჭო ეს ოცნების ტიპები რო დაგიდგებიან და ევროპა ძმაო გვაპიდარასტებს და ჩვენ ქართველები კაცები რას და ქალმა სილა გააწნა, ქალმა რომელსაც შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა, იმან სილა გააწნა და ვაიმე ბობომაკო ყურზეო და ისო რა ქვია ლოყაზეო, დგებუაძე. ისეთი სამარცხვინოა ეს დგებუაძე, ეხლა მოგიყვები ერთ ისტორიას რა, მოკლედ დაკითხვაზე ვიყავი, არ ვიტყვი რომელ განყოფილებაში, მაგრამ 1-20 კაი ბრგე ის იყო რა ქვია, პოლიციელი ესწრებოდა ამ დაკითხვას, მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით რა. რაღაცაზე ახსენეს რომ იმანო გაუქანაო და რაღაცა მოარტყაო და ხო მეთქე ხა ყურია ეწვა მაგასაც და ალბათ ისის თქო რა ანუ აი ეს ცოტა ისე თავხედურად წამოვიძახე რა ყურია ეწვა ეთყობა მაგასაც და ლოყა მეთქი და სამკორნალოა უეჭველი თქო პოლიციელებმა ხარხარი ატეხეს ამ 2 მეტრიანმა ტიპებმა ანუ და მეც რაღაცა მე უკვე ირაკლი დგებუაძე და ვაზუსტებდი რა ისე დასცინოდნენ პოლიციელები თვითონ დგებუაძეს რომ იქაც ბანძი ტიპი არის გაბანძებული ეხა საჯაროდ არც ერთი არ გამოვა და არ იტყვის რომ ეგ ფარჩაკიო მაგრამ აი როგორც ფარჩაკზე იცინი ხო იცი ახლა თვითონ ხმას ვერ იღებდი მაგრამ მე აღარ ჩერდებოდი რომ დავინახე რომ გაიხსნა ეგ ამბავი ხო მეთქი ეს ალბათ ბობოაკ და ეხა და ფუფუაკ და რაღაცა შეძახდი და იხეოდნენ სიცილით რა იყდებოდნენ იმიტომ რომ ფარჩაკს უნდა ერქვას ფარჩაკი და პოლიციელებმა მაინც იციან რომ არის ფარჩაკი კაცი რომელიც ქალს აგინებდა და იმან სილა გააწნა და ამდენი წლით ციხეში უზის და აყურყუტებენ ამდენი ხანი ხო ირაკლი ჯიგარო რო იცოდე პოლიციაში შენზე ყდებიან სიცილი და შენზე ისეთ ანეკდოტებს ყვებიან რომ მე თვითონ სახტად დავრჩი და ძალიან კარგი ახია შენზე რა იცი რა უნდა გითხო ეხა უბიზო მიმოსვლა ვიზის შეჩერებასთან დაკავშირებით ეს თემა მინდა ამაზე ვილაპარაკოთ ეხლა აქტიურად მიდის ქარდების გამოგდება ეს სამთავრობო არხებიდან რა რომ აი ვიზას გვიჩერებენ მაგრამ რის სანაცვლოდ აი რას გთხოვენ ევროპელები რომ თურმე ჩვენ უნდა LGBT და რაღაცა თემებში ესენი უნდა დავიცვა და ანუ პროპაგანდა მიდის იქითკენ რომ ანუ ისეთი დიდი რეზონანსი არ ქონდეს და ისეთი დიდი აფეთქება არ მოხდეს საქართველოში რომ აი თურმე ჩვენ ვითომ გვაპიდარასტებენ ხო და ამიტომ გვიჩერებენ რა ქვია ვიზებს და ვიზებში ჩვენ ამას არ გავცვლით დინარაძის ფრაზები არის ძალიან საინტერესო რითიც არ უნდა დამემივქროთ ჩემს დამოუკიდებლობას ოჯახურ ღირებულებებს
ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულს, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად. მაგას რო გეი ფეხსაცმელები აცვია? ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე მაგნაირი დავინახო. არა თუ არ მეცვას. ვიღა ძალით ჩაგაცვეს ბიჭო ეგ ფეხსაცმელები, ჰა? ნასკები ძალით გაგხადეს ბიჭო და აქამდე შარვლები რო გაცვია და რო დადიხარ კოჭებ გადმოყრილები და ასე რო ზიხარ სტუდიებში, ეგეც იმან დაგვია, იმან დაგიჭირა, შარმი შელმა ჩაგაცვა ძალით ეგ ტუფლი თუ რანაირი ამბავია. ხო, მართლა გეუბნები. ქართულ ოცნებაში რო გეები არიან და მაგათ სატელევიზიო არხებზე რო აი იმედიდან დაწყებული პოზიტივით დამთავრებული გეები მუშაობენ, ეგეთი უნდა. ყველან ძალიან კარგად იცის, რა ვიცი. უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული და ყოველ შაბათ-კვირას ძმაო ეგენი დადიან ევროპაში. ყოველ შაბათ-კვირას ქართული ოცნების აი ეს მექთამეები რო დაირაზმებიან, დადიან სულ რატო დადიხართ? იქ რაღაცა ცუდად დაძვრებით თქვენ იმ ევროპაში. ასე რომ ყველამ უნდა იცოდეს ერთი რაღაცა. ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც იყო ძალიან მაგარი რამე, რომ 90 დღე უფასო გაქვს, წავიდნენ იქ ადამიანები, გადაიხვეწრენ ლუკმაპურის ფულს შეულობენ, ზოგი მოხუცული, ზოგი ამაშვება, დამთავრდება ეგ ისტორია. მაგ ხალხს მოუწევს უკან დაბრუნება. და აქ ამაყ უმუშევართა არმიასთან შეერთება. არავინ არ გაპიდარებს და არ გამოვი ვიზა ჯანდაბად უნდა ეს მახინჯები ესე. ხან მოკავშირეები ვიყავით და სად შეგვამჩნი ეს. არ ვიცი, კალაძე ეთყობა ევროპელებს ეპრანჭება, იმიტომ რომ სუბოტოქსებს იკეთებს, ყველას ვეკითხები რომ მეთქე ეს კაცი რა ქალს რატო ემსგავსება თანდათან რა, სულ ყოველ კვირა რაღაცნაირი სხვანაირი ხდება და მეთქი მეჩვენება და არა ვინ ჩახედულია იმათ თქვენს რომ ფილერი, ბოტოქსი რითი განსხვავდება არ ვიცი, მაგრამ მაგეებს იკეთებსო და რატო იკეთებს ზმაო, შენ თუ კაი გზაზე დგახარ, ჰა? ვის ეპრანჭები ერთი გაგვაგებინე. და მაგათი ბრალი იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციის ლიდერებს რო იჭერ, ტყილა უბრალოდ რო ხალხს იჭერ, აქტივისტებს. ხალხს რო ურტყავდა არავის არჩი, ევროპელებს რო ლანძღავ და თათხავ. და ესე დღეში ხარ და deep state-ი და რაღაცა ბოდვებს რო ლაპარაკობა, ამიტომ შეგვიჩერებენ იმას რა ქვია, ვიზა ლიბერალიზაციას. და ის ხალხი, ვინც ორ კაპიკს შეულობს იქ და თავის ოჯახებს აქ საარჩენს და რო ვისაც მოუწევს აქ დაბრუნება, ყველამ ერთი რამე იცოდეთ, კალაძე, მდინარაძე და ეგენი, აი იმით რა ქვია, გეი ფეხსაცმელებით რო დადიან, აი მაგათი ბრალია და არაფერ შუაში არა ევროპა, არაფერს არ გთხოვს ევროპა, პატიმრები გამოუშვიო გთხოვს და სასამართლო წესიერი გქონდესო. იცი რა უნდა გითხო, აი ბიზინა ივანიშვილთან შეხვედა, პირველი შეხვედა, მე მგონი შინ კავკასიაში გქონდა თუ არ ვიცი, ხო, ანუ მაშინ რო აქვია ოპოზიციურ არხებს რო აღიარებდა, მაშინ დადიოდა ხოლმე ბიზინა ეგეთ არხებზე, ხო, ანუ ხო, სიმართლე გითხრა, მაშინ ძალიან იმედი მომეცა და რაღაც 1000 დებილობაზე ტაშს უკრავდი, უფასო ფულზეც ტაშს უკრავდი. ჯანდაბა. გადავითხავ ეგრე უფასო ფულ დააფიქდი შევიდო რა უფასო ფულ. რა დაფიქდი ერთი წამის უფასო ფული. ისე არ მინდოდა სააკაშვილი რომ აი რა ის დებილობებზე ტაშს უკრავდი თან ხელის გადატყავებამდე და მოკლედ რომ მოვიდა მაშინ აი ზანგი დაცვები და ვიღაცები რომ დაყვებოდა რა ბევრი დაცვით იმით ეგ პერიოდია და მოვიდა კავკასიაში. ნუ ჯერ ალბათ ეგეთი დაქცეული სტუდია არ უნახავს დარწმუნებული ვარ რომ შემოვიდა გულზე შემოეყარა იმიტომ რომ იქ რაღაცა შნური გადაბმული იქ რაღაცა ის და მივიდა აქუს მაგიდასთან აქუს ხო დიდი შავი მაგიდა აქ ესეთი რა ისტორია ხო და ბიჭო რო ახედა ის იყო განათება იყო ეს რკინის რა ზემოთ დიდი და ერთი იყო ესე ჩამოვარდნილი რა ხო და აქ უმთხრა შენ აქ დაჯექიო და ეს რომ მივიდა არა მე ვაკართავის მეფიო ნახე ეს ჩამოწეული არ დამეწესო ეგრე 5 წელი კაცო არ დაგეცემო მაგრამ მაინც იქით დაჯდა მაინც აქეთ დაჯდა შენ მაინც იქ დაჯექიო ჯობიაო რა და ხო და იქ მომივიდა პირველი შეხება რაც იყო თვითონ მოვიდა შენთან სალაყო ხო შენ ხო აი მახსოვ ხარო იქო ბოტანიკურის გვერდზე ქუჩა რო იყო იმისთვის რომ იბძოდიო რომ მირზაშაფის ქუჩას გულისხმობდა იქიდან მახსოვ ხარო რაღაცა ისა და იქ შევკამათდით პირველად რა მითხრა რომ აიო მეო ძველი თბილისისოზე მიფიქრიაო და ძველ თბილისში რო ხიბარკებიაო ეგენი რომ დავანგრიო თლიანათო და ავაშენოთო ხელახლავო მაგიო დავთვალე და 4 მილიარდი დოლარი დამიჯდებაო რა და ეგო გავაკეთო თუ და ნუ მეთქი რა ხიბარკებს გულისხმობთ მეთქი რა აი მთელი ძველი თბილისიო მე უთხარი მთელი ძველი თბილისი რა ხიბარკებია იუნესკოს მიერ არის აღიარებული როგორც უნიკალური ურბანული სივრცე და შეიძლება რომ ერთიანი ძეგლი გახდეს მთლიანი ქა და ეგ ნიშნავს რომ ჩვენი წინაპრები ისეთი მაგრები იყვნენ რომ აცა გელათი და ის კი არა ააშენეს მარტო ჯვარი და სვეტი ცხოველი არამედ ურბანული სისტემა შექმნეს ანუ ქალაქი ააშენეს რომელიც იუნესკო აღიარებს თქო რა აღიარების ეტაპი გავლილი გვაქვს უბრალოდ მე აღარ შევიდა როგორც მთლიანი ძეგლი მაგრამ ნუ წარმოიდგინე ხა რა ქუჩათა ქსელი უნიკალური შენ და გადმომცვიდა თვალები მეთქი რა ხიბა და მისთვის აი ძველი სახლები ყველა რო ხიბარკაო და მეთქი ეგრე რატო იძახით მეთქი რა ვიცი მე-5 საუკუნის ეკლესია გვაქვს და მე-10 საუკუნეში გაქრისტიან და რუსეთი და ანჩისხატს გულისხმობ და რა ხიბარკები მეთქი რა ხიბარკები და რო შევეკამათე აი
ისეთი ბოროტი სახე მიიღო, ისეთი ბოკე, ცოტაზე დამახჩობდა ალბათ. ჯერ ხო რაღაცა წვრილი თვალები აქვს, რაღაცნაირად კიდე უფრო დაუწვრილდა, აი არ ვიცი მე რა. მივხვდი რომ კამათი არ უყვარს და მე რა დავაზუსტე რა, ეხლა ვინ და როგორ არ ვიტყვი რა, ერთი კაცია. ბიძინა ივანიშვილთან ტრიალებს ეხლაც, მაგრამ ზოდი კაცი არ არის საერთო ჯამში, მაგრამ ნუ რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდით და უფრო დაახლოებულია ბიძინასთან და ვკითხე რომ მეთქი რა კაცია მეთქი ეგ კაცი თქო რა, ნუ ჯერ ახალი მოსულები არიან მაინც, აი 14-15 წელია რა. მეთქი მე რა შეხებაც ქონდა მეთქი და მიკამათია მეთქი, კინავამ დამახჩო თქო რა, ისეთ სახე მიიღო თქო რა, აშკარად კამათი არ უყვარს თქო. არაო, კამათიო მაგრად უყვარსო, შენ არიციო ეგო რა. გოგა ხაინდრავამო დაუმუღამა ყველაზე მაგრაო რა, ეს ბებერი აგენტი რო ერთი რა. იმის საბჭოთა კავშირის დაუმუღამაო რა ევასება ბიძინასო რა და აქედან რომ მაგარი ხეირი აქვს შესაბამისათო რა. ბიძინასო მაგრად უყვარს რო ეკამათებიანო რა. აი თუ უკამათოთო მიიღეო რამეო ეგ არ უყვარსო. მაგრამ ბოლოს უნდა დაუთმოო რა. უნდა ეკამათო ბოლოს უთხრა უნდა დაუთმო და გოგა ხაინდრავას აქ დამოამებული. აი ვიწრო წრეშიო სადღაც რო შეკრიბავს ხოლმე და რაღაცას რო იტყვისო. ზოგი არიფიო ეგრევე ეთანხმებაო და ეგ არ მოსწონსო, ზოგიო ბოლომდე ეკამათება, აი ბოლომდეო და ისინიც არ მოსწონსო. გოგა ხაინდრავას ტაქტიკა ეგეთიო, რომ უძაბავსო ნებისმიერ საკითხზე და ბოლო მომენტში ეუნებაო, აუ ეხა ამეხილა თვალებიო რა. აუ ახალ მაგკუთხით არ შემიხედავ ბატონო ბიძინაო და ბიძინასაც მაგრად ევასებაო და რა თქმა უნდა იგი მითავრდებაო რომ მორიგ ჩეკს მიაწოდებს ხოლმე გოგა ხაინდრავა. გამოიტანს. 9 მილიონიანს ხელს მოაწევს. ყველაზე კარგად არის ახლა. იმიტომ ყველას რაღაცა პრობლემები აქვს, მაგრამ ეგ კარგად არის. ბიძინასთან შეტენვა ვისაც გინდათ უფასო რჩევა ჩემგან. ლაივ ჰაკი როგორ შევეტენოთ ბიძინას. ეკამათეთ და დაუთმეთ. ეს არის თავარი ამბავი. პირველ მეორე კიდე ქონდა შეხვედრა თუ კიდე მქონდა შეხება, მე მშვიდობის ხიდი უნდა გადავიტანო თქვა. მე ვთქვა რატო უნდა გადაიტანო თქო. რავიო, ხო ის არის შენც არ მოგწონსო ესო მიშას აშენებული. მეთქი და მეც არ მომწონსო და გადავიტანო რაღაც 60 მილიონი დამიჯდებაო თუ რაღაცა რა, ცოტა მაღლა ავწიოთო ვეფხვი და მოყმისკენო. მე არა მეთქი რა და რატო შენც ხო არ მოგწონსო ეგ ხიდიო და მეთქი ბიჭო მე სააკაშვილის ის არ მომწონდა მეთქი რომ არავის არაფერი კითხა და აშენა მეთქი და ეხა იგივე რატო უნდა მომეწონოს თქვენგან მეთქი. აი მანდაც გეუბნები აი ზიზღზნობდი როგორც იცი თან ბოლომდე მე არ ვიცოდი გოგა ხაინდრავას ილეთები ღმერთმა დამიფაროს მაგრამ ბოლომდე ზადნი არ მივეცი და ბოლომდე სიძულული ქონდა ჩემდამის სახეზე რა რავი მე შეხება არ თქონია ეხლა იცი რა უნდა კითხო ციხეში იჯექი რამდენი ხანი იჯექი 12 ღამე გამომივიდა იცი რა აი სულ მაინტერესებს ეხლა შენი კადრები ვნახე ეს ჩანაწერები რაღაცა გაავრცელეს რომ ადამიანი რაღაცა ფიზიკური დაპირისპირება ქონდა კონკრეტულ ადამიანს. აი, კონკრეტულად რა მოხდა იმ მომენტში? აი, რაზე დაგიჭირეს რა? კოცები მაშინ ხო გახურებულები იყვნენ და თან ჩემი ხასიათი აშკარად კარგად იცოდნენ და ერთი პროვოკატორი, ცოტა ასაკოვანი, დამახვედრეს და ქუჩაში მოვდიოდი ვიღაცა შემთხვევით გამვლელი შემხვდა რაღაცებს მელაპარაკებდა და აქციაზე მივდიოდი რა და მელიქიშვილზე მოვდიოდი. ხო. და ბელინსკის კუთხეში ჩემი გვარი და გინება გავიგერა რომ იქო რაღაც არ დაგაია რაღაც შემაგინა რა და ნუ მოვტრიალდი და ნუ მე შევაგინე ხა რა თქმა უნდა ხა ის არ დამიწყია ბამბის ჩეჩვა მე კიდე შემაგინა მე წავარტყი წამომარტყა მოუბრუნდი წამოვედი მე რკინის ჯოხით გამომეკიდა საწმენდი 12 მეტრიანი ჯოხი ქონდა ერთბიც ფანჯრის საწმენდი დაკეცილი და იმით გამომეკიდა ნუ ავიცილე სხვა შორის ადვოკატი მეუნებოდა რომ ავიცილე რა და ის რომ მომხედრო თავს გამიჩეხავდა და ადვოკატი მეუნება აუ ნეტა არაგეცილებინა ხო უფრო კარგი საქმეში უფრო ოჯახად იქნებოდი რა ინაღლებოდა ჩემი თავის გატეხვა და ეგ იყო თან მაბრალებე რომ პოლიტიკურად დევნიდი აი კაცშვილმა რო არის ის რომელი პოლიტიკოსი ალიბაბაევია თან ძალიან მაგარი რა არის რომ მე იბრალებს რომ პოლიტიკოსი ვარო პოლიტიკური დევნით აღმიძრეს მუხლი და ორი კაცი ამტკიცებს რომ პოლიტიკურად დევნიდი ერთი ალიბაბაევი რომელიც არანაირი პოლიტიკოსი არ არის ხო და ახლდა თან ირანელი ირანის მოქალაქე ერთი რაღაცა გვარი აქვს უცნაური რომელიც ამტკიცებს რომ პოლიტიკური ნიშნით აყენებდა ელისაშვილი ალიბაბაევის შეურაცხყოფასო. ოღონდ აქ ერთი საინტერესო დეტალია, იმ ირანელმა ერთი სიტყვა ქართული არ იცის. საიდან იცის რომ მაინც პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი, ღმერთმა უცხის რა. ეგეთი საქმეები აქვს ქართულ ოცნებას მოკლედ. და ანუ მე რომ დაგიჭირეს, ანუ ქონდა ფიზიკურ ზეწოლას. სიმართლე გითხრა არ ქონდა. ერთხელ დამაკაჩავეს, კაი ყოხდათ და ლამაზად, ოღონდ სიტყვიერად. სასამართლომ რომ მომისაჯა წინასწარი ორთვიანი კაი პაბლო ესკობარივით დამადეს ხელბორკილები ჩამსვეს მანქანაში შკოდაში აქედან ოპერი იქიდან ოპერი წინაც ოპერი იქით ოპერი და სამი შკოდა ერთი 20 პოლიციელი დამაცილებდა რა ერთში მევიჯექ წინ და უკან აი ეუნე პაბლო ესკობარივით დავდიოდი ესე რა
ხოშიანაც და იქიდან რომ წამიყვანე ჯერ გდანის ციხეში მიმიყვანეს სასამართლოსთან იქ რაღაცა ჩემი კადრები მან ნახეს და ამის გამო და რომ მოკლედ ძალიან რაღაც უხეშად რაღაცები მელაპარაკნენ ფიზიკური ამბავი არ ყოფილა და მე უთხრეს რომ გდანში არ შეიყვანოთო რუსთავში წაიყვანეთო და ძალიან სასაცილო რა იყო რომ შემოვლეთი გზით წავედით ეხლა რა ხო იცი აი მარტყოფსა და იმას რო გადაცო. ჯო მივიდივარ და ვიცი სადაც არის რუსთავის ციხე ეხლა მე-12 ციხე რომელი იყო სადაც საერთო ჯამში ჩამსვეს არ ვიცოდი მაგრამ 3 ციხე როა გვერდიგვერდ რუსთავს რო გაცდები გარდაბნისკენ რომ მიდიხარ ეგ ვიცი ეხლა რა ვიყო. სიო არ ამ შკოდაში მივდივართ და რუსთავი ხო ხელმარცხნივარი რომ მიდიხარ ეს. ხო, გადასახო. და ამათმა გადაუხვიეს სამხედრო ნაწილი როა კწანის ის იქით რა. ეგ უკვე არ მომეწონა სიმართლე გითხრა რა რომ ეხლა ციხე იქით არის ესენი აქეთ უხვევენ. გადაუხვიეს სადღაც ორღობეებში დადიან ამ სამივე შკოდა დავდივარ. ნუ ხმას არ ვიღებ ეხლა ვფიქრობ რომ მეთქი უეჭველი ეხლა ციხეში არ მივყავარ ამათ. ეხლა უნდა შემიყვანონ სადღაც აქ რაღაცა შტაბი აქვს. წარმოვიდგინე უკვე პარკებით გამოკრული ოთახი ხო იცი რო გაწამებენ და სისხლებს რო ასხავ და რო არ დაისვარო გავეჯი და ის და რა უნდა იფიქრო აბა ბიჭო რუსთავის ციხე იქით არის ესენი გადმოვიდნენ აქეთ. კაი გამოვიდნენ ისევ ტრასაზე დაარტყეს წრე იარეს ამ სამივე შკოდამ ისევ გადაუხვიეს ამ წანისი სამხედრო ნაწილისკენ კიდე იქით მიდიან ვახ მეთქი თან იმას ურეკავენ რომ სად არის ბიჭო ის სად არის ესე უნება აქეთ ხო არ არის იქით ხო არ არის მეთქი რაღაცა ხდება ჩემ თავს რა ბიჭო მესამედაც რო წრეები დაარტყეს და მესამედაც რო გადაუხვიეს და კიდე დაბოდიალობენ ამ მეთქი ძმურად მით სად მიყავართ სად მივდივართ მეთქი ძმებო რა ხდება და რუსთავის ციხეში მე-12-შიო რა და მეთქი მან რა უნდა რუსთავის ციხეს მეთქიტო აქეთო ხო ციხე არის მეთქი მანდარი ქალთა ციხე მეთქი მე ქალი არა ვარ და იმედია მანდარ მიყავართ მეთქი და სამხედრო ნაწილია მანდ მეთქი და აბა ციხეები სად არისო რა ბიჭო მართლა არიცით მეთქი და არა არ ვიცითო ბიჭო თან კაი არიცი Google Map-ი ხო გაქვს შეუხედო 20 პოლიციელი ხართ დამატარებ სამ შკოდით ვინმეს მაინც თან ერთმანეთს ურეკავ საერთო ჯამში ჩემი თავი მე მივაყვანინე რუსთავის ციხესთან აი ეს არის მეთქი რუსთავის ციხე აგერ ჩაუხვი აგერ მართლა დედასპიცა აი მართლა აი ჩაუხვი პარკთან ესეცადი გაცდი ქალაქს და მივაყვანინე და მე-12 რომელი იყო გაარკვევს შენივე ფეხით მიხედი სხვათა შორის მე სადაც ვიჯექი საკანში რუსთავის მე-12-ს B208 საკანში ვიჯექი რა ხაზარაძეზე იქ ხა ზუსტად მამუკა მოკითხვა ოთახი არ დამინაგვიანო კაი გაწკრიალებული საკანი დაგახვედრე ჩემო ბატონო რაიდან მივხვდარი დატოვებული ხარ ქონა წარწერა აქ იყო ალეკო მაგით ხარ არა მოიწერა რა ისე რა მოიწერა ესე მოიწერა 200 მერვე საკნის პატიმარიო და მე ადვოკატის მეშვეობით ვკითხე რომ რომელ 200 მერვეში ხარ მეთქი და ბეშიო და ხედავ მოკლედ ბოლოსკენ ალეკო მაინც როცა მოდიხარ ხოლმე ჩემთან გადაცემაში ყოველთვის ოპტიმისტურად ხარ განწყობილი ანუ სულ მაგრამ ამ ოპტიმიზმში გავიდეთ 13 წელი 13 წელი გადავაგორეთ ხო და აი ახლა როგორ წახვალ აქედან მაინტერესებს როგორი სიტყვებით არა ობიექტურად ოპტიმისტურად ვარ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს ესენი ყანყალებენ ცალფეხზე დგანან მართლა ჩვენ კი გვაბრალებდნენ ვარ თვითონ დგანან ცალფეხზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ მაგის ბჟერა ერთმნიშვნელოვნად აუცილებლად თან მალე იმიტომ რომ აი ეს ჩაცხრა ტრამპის მერე მოსული ამბავი და ესეც იყო მოსალოდნელი პირველი 3 თვე აურია ყველაფერი ხო შიგნით იმისთან აღრნა მიდის და იმისთან ამბავი მიდის და ის კაცი რომ ამხობენ მე მგონი გეუნე ბიძინა ამათ მოსწონდათ მანამ სანამ ხეირი ქონდა და ბიძინა თუ ესენი დაასახიჭრა და ციხეებში აწამა რა თუნდაც ასეთი ბიძინა და არც არავინ არ უნდა ასე რომ ჩვენი საქმე უიმედოდ კი არა ძალიან იმედიანად არის ამის მჯერა ნამდვილად ხო და უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ უეჭველი სახელოვნად. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მომზადეთ. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ალეკო ელისაცკი. მადლობა ალეკო. ნახვამდის. ძირფასო მეგობრებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ახლა წავედი კობახიძეს უნდა შევყვე საელჩოში. ვიზას არ აძლევი და იქნებ ჩემა იქ ყოფნა გაჭრას რამენაირ მაინც ცნობილ სახესო დაინახავე შეიძლება ჩაუტყო. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.